აზერბაიჯანთან მაგალითად ევროპა ეხლა ცდილობს რაღაცნაირად და ამერიკა პირველ რიგში ევროპას ცოტა გაუჭირდება დაალაგოს ურთიერთობები, ხო? ჩვენ რუბიოს სიტყვები გავიხსენოთ, რომ ჩვენ მაინდამაინც არ უყურებთ მართლობის ფორმას ამა თუ იმ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა მასთან მოკავშირეობა. რატომ ვერ შედგა ესეთი კონსტრუქციული ლაპარაკი ქართველებთან? რატომ ეგონათ, რომ აი ქართველებს აი ესე წამოაგებდნენ და აქ დაემხობოდა ხელისუფლება კანონიერი დემოკრატიულად არჩეული? საქართველოს 2008 წლის შემდეგ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას არ ქონდა გეოპოლიტიკური არჩევანი. მას არ ქონდა ეს აღმოჩნდა მიბმული პრინციპში მაგ სტრუქტურებზე და ისინი შეეჩვენენ საქართველოს მსგავს ურთიერთობას, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არჩევანი არ აქვს და რასაც ჩვენ ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს. საქმე ისე რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, არამედ ჩინეთთანაც მიმართებაში და აღმოჩნდა, ანუ ევროპამ მთელი სისუსტეები რაც მას გააჩნდა, წინა პლანზე გამოვიდა. ანუ ნახეთ, სამყაროში სულ სამი სახელმწიფოა, რომელიც არის რესურსულად თვითკმარი, ეკონომიკურად არ ვამბობ, რესურსულად თვითკმარი. ეს არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ბრაზილია. სადაც მოიპოვება ნავთობის, გაზიც. ჩინეთი არ არის, იმიტომ რომ ჩინეთი არ არის. ჩინეთი ჭირდება. წიაღისეული გარედან ჭირდება. ევროპა მით უმეტეს არ არის. ევროპამ ამოწურა გაწყდა თავისი საუკუნეების მანძილზე. ევროპა არ არის ესეთი. ამიტომ სამყარო გახდა უფრო მეტად, აი განსაკუთრებით ამ კრიზისების პერიოდში გახდა უფრო მეტად დამოკიდებული ერთმანეთზე, და დამოკიდებული რეალურ რესურსებზე. ანუ იყო აქამდე დასავლური რესურსები რა იყო ძირითადად, ხო, იყო რაღაცა სიმბოლური კაპიტალების, შემთხვევაში რაღაცა კომპანიების, ჰოლივუდი, აი მთელი სიმბოლური კულტურული კაპიტალი მას მართლა ძლიერი გააჩნდა სამყაროში, მაგრამ როდესაც აი რაღაც ჭურვების დამზადების საკითხი რადგან დრო მოვიდა, ხო, იქ აღმოჩნდა რომ თურმე არ აყავთ ადამიანი. გაზგასთან რომ უნდა დადგეს ის. მეორე მხარე უფრო მეც ამზადებს ვიდრე ისინი. ერთად აღებული. ხო, ერთად აღებული. აღმოჩნდა რომ თურმე რკინას, სურსათს, ნავთობს, ურანს, ამ რესურსებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. პლუს ამას, საიდანაც ამ რესურსებს იღებდა ევროპა, გულისხმობ აფრიკას. იქაც დაკარგეს. იქ ჩინელები შევიდნენ, რუსები შევიდნენ, რუსული სამხედრო კომპანიები შევიდნენ, ვაგნერი შევიდა კონკრეტულად. დაკარგეს პრო-ფრანგული ხელისუფლებები დაეცა, ხო? მალი იქნებოდა თუ ნიგერი იქნებოდა თუ სხვადასხვა ესეთი სახელმწიფოები იქნებოდა, დაეცა. და აღმოჩნდა რომ ძალიან მოწყვლადი არის ამ შემთხვევაში, ანუ ნახეთ, მარტო რაღაცა ესეთი მარტო ფული აღარ არის მნიშვნელოვანი. ფულის გარდა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი კონკრეტული რესურსი. ეს ვერ გათვალეს. ეს ვერ გათვალეს. აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ითქვა იგივე ქართველებთან მიმართებაში იაღლიში. იაღლიში მე მაინც გონია არის აი მართლა ის მომენტი რომ მათი ესე იგი ცივილიზაციური ქედმაღლობა ჩვენ აღმოგვაჩნდა რაღაცნაირი თვითრწმენის რესურსი. მართალია აი ჩამარხული ამ რაღაცა ევრომადიდებლობაში, მაგრამ იქიდან ამოიწვერა ეს თვით დადგინების და თვითრწმენის რესურსი, რაც ქართველებს გვაქვს და შევხედეთ ამ ევროპელებს და რა ვიცი, რატო უნდა მეგონო რომ შენ ხარ ამაღლებული ჩემზე. აი ის ფაქტი რომ ჩვენ ომში არ ჩავერთეთ, ეს ყველაფერი ცხადია ხელისუფლების სიმტკიცის და ერის გონიერების დამსახურებაა, მაგრამ რაც გამსჭვალავდა ამ ორს იყო სწორედ ეს რომ რავი, რატომ მიყურა, საერთოდ არ მგონია რომ მე მაგალითად გერმანელი ჩემზე აღმატებულია. რატო უნდა მეგონო უდიდეს პატივს მათ კულტურას, გერმანულ განსაკუთრებით, რავი, ყველა კულტურას, როგორც ასეთი, იმას მე პირადად განსაკუთრებით, მაგრამ საერთოდ არ მგონია რომ ის რადგან გერმანელია აპრიორი შენზე მაგარი. ხო, და აი ეს რაღაცა ეს ფსევდო რელიგიური ხატება დაინგრა, როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე გაჩნდა, აღმოჩნდა რომ ეს ფსევდორელიგიური ხატება იყო ძალიან ფუხე და მყიფე და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეთ ჩვენ ხალხო, ანუ ეს ხატება რას მალავს, რომ ეს ევროპის კეთილდღეობა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის იმ ექსპლუატაციის და რესურსების გადმოზიდვის შედეგი და
ეს ყველაფერი ხდებოდა კოლონიური ქედმაღლობი და ზევიდან ყურების ფონზე. ეხლა უბრალოდ ამან იცვალა ცოტა დავარცხილი, გაღიმებული და პოლიტკორექტული გახდა, მაგრამ არის ნეოკოლონიური მიდგომა და არ უნდა გაგვიკვირდეს, კაცო, ის ამათი ბაბუები და ბებიები იყვნენ, ვინც მართლა საკენს უყრიდა იმ შავკანიანებს და როგორც ცხოველებს ისე მიიჩნევდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. როცა საქართველოში მაგალითად ქალები იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, სხვაგან ეს არ ხდებოდა ასე და ნუ შავკანიანები როდის გათავისუფლდნენ შავკანიანები, ესეც გავიხსენოთ, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კარგია რომ ესე მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არ აქვს ჩვენ იმათან რაღაც ქედდასახრელი, არც ცივილიზაციურად, არც კულტურულად და არც ისტორიულად. აი ეს ყველაფერი გავიაზრეთ და ეს გავიაზრეთ. ეს არ გაიაზრეს მათ. ის იმისინ ვერ გაიაზრებენ, იმიტომ რომ ისინი მაინც იმ კოლონიური მონაბერის სიოთი უყურებენ ყველაფერს.